მოგესალმებით, დღეს განვიხილოთ თუ როგორ ვიპოვოთ რიცხვი მისი ნაწილის მიხედვით. მაგალითად, ბოდი ჯერ გავიხსენოთ შემდეგი ფორმა, ვიპოვოთ 20-ის 3/5 ნაწილი. ამისათვის ჩვენ შემდეგ ფორმით ვიქცეოდით 20 ვამრავლებდით 3/5-ზე ნაწილის საპოვნელად იკვეცება 5 და 20, 4 რჩება აქ 1 და მეიღება 12. ამიტომ ეს ტექსტი 20-ის 3/5 ნაწილი რა არის? ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ 20-ის 3/5 ნაწილი არის 12. ეხლა მოდი დავაკვირდეთ, რომ ჩვენ გვინდა ვიპოვოთ რიცხვი მისი ნაწილის მიხედვით. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია აი მაგალითად ეს 20 გავაუქმოთ აქ და ვთქვათ, რომ რაღაც რიცხვის 3/5 ნაწილი არის 12. მოდი წავშალოთ ეს. ანუ ჩავინიშნოთ ეგეთი ფორმით, რომ ანუ რაღაც რიცხვის 3/5 ნაწილი არის 12. ვიცით, რომ ეს თვითონ ეს რიცხვი უნდა იყოს ამ შემთხვევაში ჩვენი გამოთვლიდან გამომდინარე 20, ხო? მაგრამ მოდი ახლა ეს თქვათ, ეს არის რაღაცა x რიცხვი. ანუ როგორ ვიპოვეთ ჩვენ ეს ყველაფერი, ანუ როგორ ჩაიწერა, ეს x რიცხვი უნდა გამრავლდეს რაზე 3/5-ზე, ანუ რაც უნდა ყოფილიყო, იმას ჩვენ როგორ ვიპოვეთ მის 3/5 ნაწილს, გამრავლებით 3/5-ზე და მივიღებდით 12-ს, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ რომ x-ი ამოვხსნათ, ეს უცნობი რიცხვი ამოვხსნათ, ამ შემთხვევაში ეს x-ი არის უცნობი მამრავლი, 3/5-იც მამრავლი და 12 არის ნამრავლი, უცნობი თანამამრავლი რომ ვიპოვოთ, ნამრავლი უნდა გავყოთ ცნობილ თანამამრავლზე, ანუ x-ი უდრის 12 გავყოთ 3/5-ზე. შესაბამისად, აქ 12 წილადზე გაყოფის მიხედვით უნდა გამრავლდეს 5/13-ზე, ანუ გამრავლდეს ამის შებრუნებულ რიცხვზე, 12 აქ 4 იქნება, აქ 1 იქნება და მივიღებთ 20. კიდევ რო სხვა მაგალითი განვიხილოთ, ნებისმიერი შემთხვევაში ეს უცნობი რიცხვის საპოვნელად მოუწევს აი ამ რიცხვის, აი ამაზე გაყოფა, ხო? ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ესეთი ფორმითაც ვთქვათ, მაგალითად, თუ გვაქვს რომ ვიპოვოთ რიცხვი რომლის 2/3 ნაწილი არის 28, ხო? ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ისევ x-ი ნამრავლი, ანუ თავიდან ის x-ის რიცხვის საპოვნელი თუ x-ი იყო, ნამრავლი 2/13-ზე, ტოლი არის 28. შესაბამისად, x-ის საპოვნელად მოუწევს, რომ x-ი უდრის 28 გაყოფილი 2/13-ზე, ანუ 28 ნამრავლის 3/2-ზე, 2 იკვეცება 28-თან აქ 14 იქნება, 14-3 გამოვა 52. ანუ შესაბამისად ჩვენ დავწერეთ, რომ 28 გაყოფილიყო 2/13-ზე. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ წესი, რომ ვიპოვოთ რიცხვის მისი ნაწილით პოვნისას როგორ ვიქცევთ? მაგალითად, თუ გვაქვს, რომ რაღაც x რიცხვის k ნაწილი არის y, ხო? ამისათვის ეს x-ი რომ ვიპოვოთ, x-ი უდრის y გაყოფილი k-ზე. მაგალითად, გვაქვს რომ ვიპოვოთ რიცხვი რომლის 4/7 ნაწილი არის 56. რა უნდა შევასრულოთ ამ შემთხვევაში? ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ავიღოთ 56 და გავყოთ 4/7-ზე. ეს უდრის 56 ნამრავლი 7/4
4-ზე 4 აქ ერთხელ არის და აქ 14 ჯერ არის, გამოდის 14 ჯერ 7, რომელიც არის 98. ესე იგი რა 98-ის 4/7 ნაწილი არის 56. შესაძლოა კიდევ სხვა ფორმით ვიპოვოთ, მაგალითად რაც ნიშნავს, რომ რიცხვის 4/7 ნაწილი არის 56, ის რომ დაყოფილია ის 7 ტოლ ნაწილად, 7 ტოლი ნაწილიდან აღებულია 4 ტოლი ნაწილი და ეს 4 ტოლი ნაწილი არის 56. და ამიტომ უწევს 56-ს გაყოფა 4-ზე და ვღებულობთ, რომ არის 14 და ეს 14 რა შეესაბამება 1/7 ნაწილს შეესაბამება 14 და რადგანაც 1 მთლიანად არის 7/7, მაშინ აი ამ 14-ს უწევს რა 7-ზე გამრავლება და ვღებულობთ, რომ არის 98. მაგალითად კიდევ ერთი გავაკეთოთ, ვიპოვოთ რიცხვი რომლის 3/8 ნაწილი არის 18. ესე იგი, თუ 3/8 ნაწილი შეესაბამება 18-ს, მე შემიძლია 3/8-დან ჩამოვიდე 1/8-ზე, ანუ 3-ზე გაყოფით, შეესაბამება 6, 1/8-დან მე შემიძლია გადავიდე 8/8-ზე, 8-ჯერ აღებულზე, ანუ შეესაბამება 8-ჯერ აღებულს, ეს თუ მე გავამრავლე 8-ზე, არის 48. აქ კი 3/8-დან 1/8-მდე ჩამოსვლის შემთხვევაში გავყავი 3-ზე. მაგალითად კიდევ რომ ვნახოთ შემდეგი, ვიპოვოთ რიცხვი რომლის 4/7 ნაწილი არის 13. ამ შემთხვევაში მე კი ვფიქრობ, რომ 4/7 შეესაბამება რას 13-ს და 1/7-ზე მე უნდა ჩამოვიდე, მაშინ 13 უნდა გავყო 4-ზე და აი ამ ყველაფრის ჩაწერა მე მირჩევნია, მაშინ 13 მეოთხედის სახით, როგორც გაყოფა წილადის სახით ჩავწერო. შემდეგ 7/7 რომ ავაწყო, 7/7-ისათვის მე უნდა ავიღო ეს ყველაფერი 7 ჯერ, ხო? 7 ჯერ თუ უნდა ავიღო, ანუ 13 მეოთხედი მე უნდა გავამრავლო 7-ზე. 7-ზე გამრავლება 13 და არის 91 მეოთხედი, რომელიც არის 9-ში 4 2-ჯერ 21-ში 5, 25.1 მეოთხედი. ან შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ შემდეგი ფორმით, რომ პირდაპირ 13 გავყოთ 4/7-ზე, ან როგორც ვიცით, რომ ვიპოვოთ რიცხვი მისი ნაწილის მიხედვით, ეს რიცხვი უნდა გავყო პირდაპირ და 13 გაყოფილი 4/7-ზე, ეს უდრის 13 გავამრავლოთ 7/4-ზე. ეს უდრის 13 × 7 = 91, ვედაპირ მივიღე 91/4, რომელიც ჩვენ დათვლით არის 25.1. ამიტომ სავარჯიშოდ შეგვიძლია შემდეგი დავალება დავწეროთ, ვიპოვოთ რიცხვი რომლის 2/5 ნაწილი არის 12, b 3/7 ნაწილი არის 42, g 0.3 ნაწილი არის 60, d 4
მეცხრედი ნაწილი არის 18. მადლობა ყურადღებისათვის, წარმატებას გისურვებთ.